დღეს რუსეთში პირველად მთელი ომის განმავლობაში გამოცხადდა სარაკეტო საფრთხე უკრაინის საზღვიდან 2000 კილომეტრის დაშორებით. უკვე დილით გახდა ცნობილი, რომ 5 მაისის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ფლამინგოს ფრთოსანი რაკეტებით დაარტყეს რუსეთის თავდაცვით ქარხანას ჩებოქსარებში. რაკეტებმა გადალახეს 1500 კილომეტრზე მეტი და აზიანეს დასახული ობიექტი. ამავე დროს ცნობილია, რომ ფლამინგოს რაკეტით დაზიანდა ქარხანა პროგრესი, რომელიც მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილზე და აწარმოებს კომპონენტებს უპილოტო აპარატებისთვის, შაჰედ, ასევე რაკეტებისთვის ისკანდერი და კალიბრი, მაგრამ არა მხოლოდ მათთვის. ამ თავდასხმამ აჩვენა, რომ უკრაინას საბოლოოდ გაუჩნდა შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ესეთ მართლაც უზარმაზარ მანძილზე მიზნების დაზიანებას შეძლებენ. ეხლა კი რუსეთში ნამდვილი პანიკა, რადგან გამარჯვების აღლუმი 9 მაისს კარს არის მონდგარი, ხოლო სარაკეტო განგაში 1 წამით წარმოიდგინეთ, გამოცხადდა თვით ხანტი-მანსიის ოლქშიც კი. და ეს უკვე ბოდიში დასავლეთ სიბირის ცენტრია, რაც ნიშნავს, რომ უკრაინა პრაქტიკულად მთელი რუსეთის ტერიტორიას წვება. და ამას აკეთებს არა უპილოტო აპარატებით, არამედ სწორედ რაკეტებით. და 1 წამით წარმოიდგინეთ, შემდეგ უკვე თითქმის მხოლოდ ცარიელი აღმოსავლეთ სიბირი და იაკუტია. ჩემი სახელია ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწერეთ არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონტენტის პოპულარიზაციისთვის YouTube-ზე და ამისთვის მადლიერი ვიქნები. გარდა ამისა, გამოიწევეთ ჩემი Telegram არხი Pechi News-ი. ბმული მასზე მოცემულია ამ ვიდეოს აღწერაში. იქ ჩვენ ვაქვეყნებთ ოპერატიულ სიახლეებს მათი მიღებისთანავე. ამ ვიდეოში თქვენ ნახეთ შორ მანძილზე მოქმედი უკრაინული რაკეტების ფლამინგოს გაშვება რამდენიმე მტრულ ობიექტზე, მათ შორის ჩებოქსარებში მდებარე თავდაცვის ქარხანაზე. და როგორც განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, ციტატა, გასულ ღამეს განხორციელდა F5 ფლამინგოს ფრთოსანი რაკეტების საბრძოლო გაშვება შეიარაღებული ძალების ოპერაცია Deep Strike-ის ფარგლებში რამდენიმე მტრულ ობიექტზე, კერძოდ ჩებოქსარებში, სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ობიექტებზე. უკრაინულმა ფლამინგოებმა ბულგარეთში მანძილი გადალახეს. ეს იყო 1500 კილომეტრზე მეტი. დაზიანებულ სამხედრო საწარმოში აწარმოებდნენ რელეური დაცვის სისტემებს, ავტომატიკას და დაბალძაბვიანი აპარატურას. ქარხანა რუსული სამხედრო საზღვაო ფლოტისთვის, სარაკეტო მრეწველობისთვის, ავიაციისა და ჯავშანტექნიკისთვის ნავიგაციის ელემენტებს აწვდიდა. ეხლა კი ყველაფერს თანმიმდევრობით მივყვეთ. მაშასე 5 მაისის ღამეს სულ მცირე რუსეთის 18 რეგიონში არაუბრალოდ საჰაერო განგაში, არამედ კონკრეტულად რაკეტული საფრთხე გამოცხადდა. მათ შორის ერთ-ერთი რეგიონი, სადაც რაკეტული საფრთხე გამოცხადდა, უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში მდებარეობს. კერძოდ ამ ღამით პირველად რაკეტული საფრთხე გამოაცხადეს ხანტი-მანსიის ავტონომიურ ოკრუგში. საინტერესოა, რომ სწორედ ეს რეგიონი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან 2000 კილომეტრში. შემდეგ უკვე მხოლოდ აღმოსავლეთ ციმბირი და იაკუტია, სადაც ასე თქვათ არც ისე ბევრი მნიშვნელოვანი სამხედრო ობიექტი. აღინიშნება, რომ სარაკეტო განგაშმა ასევე შეეხო ასტრახანის, ბრიანსკის, კალუგის, კურგანის, ნურგანის, ნიჟეგოროდის, ორენბურგის, ორლოვის, სვერდლოვსკის, ტულის და ჩელიაბინსკის ოლქებს, ასევე პენზას, ბაშკორტოსტანს, მორდოვიას, თათრეთს, უდმურტიას და პერმის მხარეს.
სულ საღამოსა და 4-დან 5 მაისის ღამეს შეზღუდვები შემოიღეს რუსეთის 18 აეროპორტში. კერძოდ ვოლგოგრადში, იჟევსკში, ყაზანში, ნიჟნეკამსკში. ნიჯნი ნოვგოროდში, ორენბურგში, ორსკში, პენზაში, პერმში, ფსკოვში, სამარაში, სარატოვში, ტამბოვში, ულიანოვსკში, უფაში, ჩებოქსარაში, ჩერეპოვეთში და იაროსლავში. და კიდევ ერთხელ უსვამ ხაზს, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ უკრაინული რაკეტების თავდასხმის შედეგია. სხვათა შორის ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა იაროსლავ ალექსანდრე დროზდოვმა თავის სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა თითქოს და 18 უცნობი უპილოტო აპარატი ჩამოაგდეს. ამასთან ქირიშებში სამრეწველო ზონაში ხანძარი მოხდა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, იქ ნავთობის გადამამუშავებელი ქარხანა თავდასხმის სამიზნე გახდა, რომელმაც საბოლოოდ მუშაობა შეაჩერა. მაგრამ მაინც სარაკეტო საფრთხის ეპიცენტრი რუსეთში გახდა ქალაქი ჩებოქსარი, ჩუაშეთის ოლქში, რუსეთის ფედერაციაში. და ოსინტარხების პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, რაკეტების დარტყმის ქვეშ მოხდა ქარხანა ნიირ პროგრესში, რის შემდეგაც იქ ხანძარი დაიწყო. ეს საწარმო აწარმოებს სანავიგაციო მოწყობილობებსა და კომპონენტებს დრონებისთვის, ასევე ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტებისთვის. ეხლა გიმოდით განვიხილოთ, რა არის ცნობილი ამ ქარხნის შესახებ. მაშინვე აღვნიშნავ, რომ სამიზნე, როგორც ამბობენ, მართლაც სოლიდურია. ქარხანა პროგრესი მდებარეობს უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 1000 კილომეტრის მანძილზე. ქარხანა შედის საწარმოო გაერთიანება აპს ელექტროს შემადგენლობაში. ის აწარმოებს რუსეთის არმიისთვის გნს მიმღებებსა და ანტენებს სატელიტური სისტემებისთვის, გლონას, GPS-ისა და გალილეოსთვის. კერძოდ, იქ იწარმოება მოდულები ტიპის კომეტა. ისინი აქტიურად გამოიყენება უპილოტო აპარატებში, მათ შორის კამიკაძე დრონებში ტიპის შაჰედ, ასევე რაკეტებში, კომპლექსების ისკანდერ M, კალიბრი და საავიაციო ბომბისმებისთვის განკუთვნილ დაგეგმვის კომპლექტებში. გარდა ამისა, ქარხანა ნიირ პროგრესში აწარმოებს ელექტროტექნიკურ აღჭურვილობას, კერძოდ ავტომატურ ამომრთველებს, რელეებს და უკონტაქტო მოდულებს. ისინი მიეწოდება რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტს, მათ შორის ატომური წყალქვეშა ნავებისთვის პროექტის IASEN-M. ეხლა კი სასაცილო იმის ხურება, როგორ გადაიქცა რუსეთი პოდიში გასაღებ-გამოსაღებ ადგილად, რადგან რუსეთის საჰაერო თავდაცვის ელემენტები მოსკოვში გადაიტანეს. იქ ხომ საჭიროა ვლადიმირ პუტინის უკანალის დაცვა, ამავე დროს კი მტრული რუსული ობიექტები დაუცველად რჩება უკრაინული თავდასხმების წინაშე. აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ქარხანა სწორედ ფლამინგოს რაკეტით დაიბომბა. გახსენებთ, რომ გასულ წელს უკრაინაში განაცხადეს საკუთარი შორ მანძილზე მოქმედი რაკეტის ფლამინგოს შექმნის შესახებ, რომელსაც შეუძლია 3000 კილომეტრამდე მანძილზე სროლა. ამგვარად, მისი მოქმედების ზონაში თითქმის ყველა ობიექტი ხვდება რუსეთის ევროპულ ტერიტორიაზე და ურალს. რაკეტის მასობრივი წარმოება უნდა დაწყებულიყო ამ წლის იანვარ-თებერვალში, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მოხდა თუ არა ეს. მიუხედავად ამისა, შემქმნელმა კომპანიამ Firepoint-მა განაცხადა, რომ აპირებს დღეში 7-მდე რაკეტის გამოშვებას. ეს კი წელიწადში 2555 რაკეტას შეადგენს. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ პირველად ამ წლის თებერვალში განაცხადა ფლამინგოს რაკეტის ჩამოგდების შესახებ. მანამდე რუსეთის სამხედრო უწყება იუწყებოდა იმ საამქროების განადგურების შესახებ, სადაც ამ რაკეტების აწყობა ხდებოდა. 5 მაისის ანგარიშის მიხედვით, რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის მორიგე საშუალებებმა თითქოს და ჩამოაგდეს 6 ფლამინგოს რაკეტა. თუმცა რაკეტების ნაწილი ნამდვილად მიზანში მოხვდა, თანაც ასეთი დიდი მანძილიდან. მაგრამ ამავე დროს უკრაინა აგრძელებს დრონები თავდასხმებს რუსეთზე. და დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა პირველად საჯაროდ შეაფასა ზიანი, რომელიც ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე თავდასხმებმა მიაყენა. გენშტაბში განაცხადეს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ აპრილსა და 1 მაისს განხორციელებული კომპლექსური დარტყმების შედეგად ტუაფსეში პორტის ინფრასტრუქტურის ობიექტებზე მნიშვნელოვანი დაზიანებები დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღინიშნა ზიანი, რომელიც მიადგა ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. დაზიანებებმა შეეხო საწარმოს ძირითად ელემენტებს, რამაც გავლენა მოახდინა მის მუშაობაზე. პორტის ინფრასტრუქტურასა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას მიხენებული საერთო ზარალი 300 მილიონზე მეტად არის შეფასებული. რაში? ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში 16 აპრილს დრონების თავდასხმის შემდეგ გაჩენილ დიდ ხანძარს თან ახლდა სქელი კვამლის ღრუბელი,
რომელიც დიდ მანძილზე გავრცელდა და არსებული მონაცემებით სტავროპოლის ტერიტორიამდეც მიაღწია. 20 აპრილის თავდასხმის შემდეგ დადასტურდა 24 ნავთობის რეზერვუარის დაკარგვა, კიდევ 4 კი დაზიანდა. თუაფსეში, რუსეთში კვლავ დრონების თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა. და როგორც მიხვდით, ეს ინციდენტი უკვე მეოთხე შემთხვევაა მოკლე დროში, როდესაც თავდასხმამ შედეგები გამოიწვია. საერთოდ, ეხლა რუსეთი უბრალოდ ყველგან და როგორც უნდათ იბომბება. აქ ბრაულ წერტილს დავშვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი, დააცკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიქის დაჭერა. თუ გსურთ მხარი დაუჭიროთ ამ YouTube არხის მუშაობას, რა თქმა უნდა, მადლიერი ვიქნები ამისთვის. ამის გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერი დონატის ან ფასიანი სპონსორული გამოწერის საშუალებით, ბულებითა და რეკვიზიტებით, რომლებიც მითითებულია ამ ვიდეოს აღწერაში, ან უბრალოდ ამ QR კოდით თქვენს ეკრანებზე. ამით ყველაფერი დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.